მე ვარ ექიმი მიშა გაგუა. ამ ვიდეოში მინდა გაგიზიაროთ ნაყოფის მარცხენა ზედა კიდურის მტევნის აპლაზიის შემთხვევა ჩემი პრაქტიკიდან. ეს დიაგნოზი მე დავადგინე ორსულობის 12 კვირის ვადაზე ნაყოფის პირველი სკრინინგული კვლევის დროს. აღსანიშნავია, რომ ორსულმა გადამოწმების მიზნით მიმართა ქალაქის ერთ-ერთ პრესტიჟულ კლინიკას, სადაც კოლეგამ ნაყოფს ეს დეფექტი ვერ შეამჩნია. აი რატომ არის მნიშვნელოვანი კვლევების პროტოკოლის მიხედვით ჩატარება. ეს ალბათ ერთადერთი გზა არის, რომ მცირე დეტალები არ გამოგრჩეს. მე ან გინეკოლოგ ეკოსკოპისტთა საერთაშორისო ასოციაციის პროტოკოლის მიხედვით ნაყოფის პირველი სკრინინგული კვლევის დროს აუცილებელია კიდურის 3 გრძელი ძვლის, მხრის იდაყვის სხივის და მტევნების ვიზუალიზაცია. თითების რაოდენობის დათვლა კი არ არის საჭირო. მეორე სურათი ორსულობის 18 კვირის ვადაზეა გადაღებული, სადაც როგორც ხედავთ აღნიშნული დეფექტი უკეთესად ჩანს. საბედნიეროდ ეს იყო იზოლირებული დეფექტი, ნაყოფის ყველა სხვა ორგანო და სტრუქტურა ნორმალურად იყო განვითარებული. რა თქმა უნდა, ესეც დადგენილი ჰქონდა ორსულობის პერიოდში. შესაბამისად, სხვა მხრივ ჯანმრთელი ახალშობილი დაიბადა და ნორმალურად ვითარდება. ამის წინ მე სტუმრა დედასთან და ბებიასთან ერთად და სურათებიც გადავიღეთ. მადლობა ყურადღებისთვის. შეგახსენებთ, რომ ეკოსკოპიური კვლევების ჩასატარებლად შეგიძლიათ მოგმართოთ ქალაქ თბილისში ულტრასონოგრაფიის ცენტრში, ომარ ხიზანიშვილის ქუჩა ნომერ 93A-ში. ან ქალაქ გორში, კლინიკა ნოვაციოში, ილიკო სუხიშვილის ქუჩა ნომერ 18-ში. საინტერესო кейსებს კიდევ გაგიზიარებთ დროებით.